გეგუთის ციხეში გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრის სახელზე ღია მიმართვას აკეთებენ და ირაკლი ღარიბაშვილს გახმაურებული საქმის პირად კონტროლზე აყვანას თხოვენ. ამ დრომდე გაურკვეველი მოტივით მოკლული პატიმრის ახლობლები სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ და მოითხოვენ მკვლელობის დროს საკაში ყოფის 3 პატიმრის გარდა ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. გარდაცვლილი ძმის კობა ფარტენაძის განცხადებით პატიმრის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სწორედ ისინი უნდა დაისაჯონ. ფარტენაძეები გამოთქვამენ ეჭვს, რომ გამოძიება შეგდებულად ჭიანურდება, რადგან მოთხოვნის მიუხედავად ოჯახისთვის ამ დრომდე მკვლელობის არც ერთი ექსპერტიზის პასუხი არ არის ცნობილი. დიმიტრი დარბაისელი და მეორეში გადაყვანის ფაქტი. მე ამ მოსამართლეს ვარ ცვენდობი, რომ მაგის სიმართლეს დაადგენს, იმიტომ ის მას არანაირი ძალაუფლება არ გამოუყენებია პატიმრების წინააღმდეგ. წინაშე რა და არა, ჩემი აზრით ესენი სამივე მკვლელი არის, ნამდვილად ისინი არიან მკვლელები. თანამშრომლები ნამდვილად დამნაშავენი არიან გულგრილობაში და იქნებ ხელით შეუწყეს მე მათ დასჯასაც მოვითხოვ ნამდვილად. იმიტომ რომ ამ მკვლელობას წინ უსწრებდა შეკამათება, ჩხუბ კონფლიქტი პატიმრებს შორის. მათ უნდა მიეღოთ ზომე. ბატონ ირაკლის მე მიმართე, რომ დასჯილი იყოს არა მარტო ეს 3 ადამიანი, რომელმაც ნამდვილად ჩაიდინა ეს სასტიკი დანაშაული, არამედ იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგეს და ეს 2 ადამიანი არის ჯაბა მაღლაფერიძე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და დიმიტრი დარბაისელი, რომელიც არის თავმჯდომარე საჯარო აღსრულების დეპარტამენტის. გამოძიება ძალიან საეჭვოდ ჩქმალავს ამ ფაქტებს არჩევნებამდე, რათა უკვე საზოგადოებას ექნება სხვა ინტერესი და ამ საქმეს უფრო ნაკლებად ექნება გამომხმაურებელი, მაგრამ მე მოთ პირდაპირ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ.